პოდკასტი. დღეს ჩემი სტუმარი იქნება სტუდენტი ლუკა მიშველაძე, სტუდენტი ასევე ჩვენი მეგობარი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გირჩი თავისუფლების წევრი. ახალგაზრდულ თემებში ყველაზე აქტიური ჩვენთან ლუკა არის. ხშირად ხუმრობთ ხოლმე, როდესაც სხვა პარტიებთან გვიწევს კომუნიკაცია ან ორგანიზაციებთან. გთხოვენ ხოლმე, რომ ახალგაზრდული გუნდის წარმომადგენელი გამოვიშთო და ისე ხდებოდა სულ, რომ ისედაც სულ ახალგაზრდული იყო გირჩი და ჩვენ ამაზე ვიცინოთ, რომ ჩვენ რაღაც ახალგაზრდული ფრთა არ გვაქვს თალკე. მაგრამ შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ლუკა არის ამ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი დღეს. მადლობა ლუკა. მადლობა შენ ჩვენთვის დებიუტი არის ჩემთან და იმასაც ვეტყვი მაყურებელს, რომ ლუკა აპირებს ჩვენთან რაღაც თავის პროექტის დაწყებას ჩვენ ტელევიზიაში და ამაზეც მოვაყოლებ აუცილებლად. და დღეს რაღაცნაირად უნდა გავხსნათ ეთერში იმისთვის, რომ ცოტა თავისუფლად იყოს შემდეგ. პირველად ვარ გიჩიტის ლაივში, ასე რომ. ხო. და მიხარია რომ ჩემთან ხარ სტუმრად. პირველ რიგში სანამ ვიწყებთ ზოგადად იმაზე ვიწყებდი ხოლმე საუბარს ჩემ გადაცემის ფორმატი ადრესეთი იყო, რომ რაღაც თავის პროფესიაში როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები, ეს როგორ აირჩიეს, შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ დასკვნა გააკეთო და უშუალოდ სწორი იყო თუ არა შენი არჩევანი და ასე შემდეგ, სულ ახლა დაიწყე. რამდენიმე წელია, მეორე წელია ხო უკვე უნივერსიტეტი. მესამე კურსი. მაგრამ მაგის მიუხედავად საინტერესო არის ზოგადად როგორ მოხვდი პოლიტიკაში. პოლიტიკასთან გვერდის ჩავით, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს ჩვენთან შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელი იყო ძალიან აქტიურები ახალგაზრდები, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მათი პროტესტი იყო ძალიან მასშტაბური, ისეთი როგორც ბევრი წელი არ ახსოვს ამ ქვეყანას, მაგის მიუხედავად ზოგადად ახალგაზრდები არ ინტერესდებიან ხოლმე პოლიტიკით. მათთვის რაღაცნაირი რომელსაც არ უნდა გაეკარონ ისეთი სფეროა ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ მიიჩნევა პოლიტიკა ბინძურია, პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიონ და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში კი ავიწყდებათ ის, რომ პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. პოლიტიკა არის ყველაფერი. ჩვენ მაღაზიაში რო შევდივართ და რაღაც თანხას ვიხდით განსაზღვროს და იქ რო დეგეგე მიდის ჩვენი განსახადიდან, ესეც პოლიტიკის ნაწილია. ყოველდღიური, ყველა ნაბიჯი რომელსაც ვთქვათ, არის პოლიტიკა და ხშირად მაგის გააზრება ცოცხში აკლიათ ხოლმე ახალგაზრდებს და შენ როდესაც მოხვედი ჩვენთან დიდი შესავალი გამოვიდა, უბრალოდ მინდა რომ მოყვე, როგორ მოხვედი გირჩში. ერთ-ერთი საგანგო ზაფხული იყო, ხო? კი, წვიმიანი ამინდი. ხო. ერთ დღესაც ჩვენს აქ მარჯანიშვილის ოფისში ტელევიზიის გვერდით გვაქვს ჩვენ პატარა სივრცე, რომელშიც ვიყავით ხოლმე შეყვარულები ერთი ოთახია საბოლოო ჯამში და მან ვიყავით, მაშინ ჯერ კიდე არ ვიყავით არც ერთ კოალიციაში და მაშინ მან მოვიდა ლუკა და სულ მიხარია მე ახალი ადამიანების მოსვლა, იმიტომ რომ რაღაც გირჩი ერთ პერიოდი იყო ძალიან აქტიური იმით და გამორჩეული, რომ ბევრი ახალგაზრდა საინტერესებდა და ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან და ამ შემდეგ, მაგრამ რაღაცა იყო პერიოდის, როდესაც ეს მოძრაობა პასიური გახდა და თითქოს ესე თავის ინიციატივით ხალხი აღარ მოდიოდა და უცებ გაყარი შემოვიდა ლუკა. ხა მოგვიყევი შენ თავიდან როგორ მოხვდი? რა იყო ის რა დაგაინტერესა პირველ რიგში ვიდეოებით დაიწყე ყურება, კონკრეტული ადამიანი იყო, ამ შემთხვევაში ზურა იყო, ცოტნე იყო, ჩელი იყო თუ ვინ იყო, თავიდან რატომაც დაინტერესდი და რატო გადაწყვიტე, რომ ეს რაღაც გამბედაობა მოგეკრიფა და ჩვენთან მოსულიყავ. მაგში მაგ დროს ჯერ კიდე სკოლის მოსწავლე იყავი. კი. კაი, დაიწყო, всё, ეხლა შენი. სკოლის მოსწავლე ვიყავი, ველოდებოდი, როდის გავხდებოდი 18 წლის, რატომაც ეგეთი განცდა მქონდა, რომ რამის წევრი რო იყო, უნდა იყო 18 წლის და ისე უნდა მოსულიყავი აქ. თავიდან თავარი მიზეზი პირველ რიგში რატომაც გადავწყვიტე, რომ გირჩი მოსულიყავი, იყო ზურას ფაქტორი, იმიტომ რომ თავიდან ხალხს არ ვიცნობდი და არ მქონდა წარმოგიდგენა რეალურად რა ხალხთან უნდა მქონდა შეხება. ერთ-ერთი დღე იყო, რომ ზურა ნახე აქციაზე. ის პერიოდი იყო, რომ ხშირად დავიწყე საბოლოოდ აქციებზე სიარული და ზურა რომ ნახე, ირგვლივ დავდიოდი, მაგრამ წრეებს ურტყამდი და თვითონ ზურას ჰქონდა ეგეთი კითხვა, რომ გონი შენ ჩემთან რაღაცა შეკითხვა გინდა, თუ გინდა მოდიო, მეც მივედი, ქვირის თქმას მინდოდა და ვთქვი, რომ მეთქი დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ რაღაცა გირჩის წეს როგორღაც ჩამოვარდე. და მითხრა რომ აი აქაა ჩვენი ოფისი, მოგწერე page-ზე, ასე და შეგიძლია მოხვიდე და ერთ დღეს არ ვიცი როგორ გადავწყვიტე, როგორ მივედი საბოლოოდ მაგ გადაწყვეტილებამდე და მეთქი მივალ გირჩის ოფისში, ასე პირდაპირ ავდგები და მივალ, იმიტომ რომ ბევრჯერ გადავდე ეგ ყველაფერი. შემოვაბიჯე წვიმიან ამინდში, თან ცოტა იმის მეშინოდა, რომ რაღაც გიჯო და გამოჩენილი ყავი რაღაც წვიმს, რაღაც ქარია ინგრევა ქვეყანა და ამ დროს გირჩის ოფისში უნდა მივიდე და შევაბიჯო მეთქი მე ლუკა ვარ და აბა თქვენი წევრობა მინდა. საბოლოოდ გადავდგი იქნებიჯი, მოვედი და ძალიან კაი გარემო გამხდა და საბოლოოდ მივხვდი, რომ არ მინდანია გადაწყვეტილება. ერთ-ერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ მინდანია ცხოვრებაში.
რა კითხვები იყო პირველი აი ზურასანაც რომ მიხვედი და რაღაც კითხვები ჰქონდა პირველი რა კითხვები მოგდიოდა თავში როდესაც მაგის დაალაგებას ვცდილობ რაღაც პოლიტიკასთან გავლით იწყებ პოლიტიკით დაინტერესებას იწყებ და პირველი შეხებას რო იწყებ აი პირველი ეს კითხვები თუ გახსოვს შენ აი რა იყო რა კითხვებიც ჰქონდა მაგ პერიოდში ზურასთან და პირველი კითხვა რომელიც მაგ პერიოდში ზოგადად მქონდა ხოლმე და მაგას აი რა ვქნათ აი ხა რა იქნება ეს რუსული კანონის პერიოდი იყო თუ უფრო ადრე ცოტა უფრო ადრეც იყო მაგრამ ძირითადად უფრო მაგ პერიოდში გავხდით რა ვქნათ რა შეიძლება რომ შეიცვალოს. ანუ მაგ დროს იდეაში შენ ზოგადი პოლიტიკური პოინტი იყავი შეწუხებული და დაინტერესებული რა ხდებოდა და რაღაცებს ხედავდი. ახლა მაინტერესებდა ზოგადი პოლიტიკა. ხო, თუმცა როგორც მივხვდი, აი რაღაც შიგნით ჩახედილი არ იყავი, მაგალითად გირჩი რა იდეოლოგიის მატარებელი იყო უფრო ესეთ რომ დავწუნოთ, მაგ დეტალებში არ იყავი, ხო? აი დეტალები უფრო შიგნიდან გავიცანი გირჩი ზოგადისადი, მაგრამ აი ეგრე რომ კარგად მესმოდეს მაგალითად იდეოლოგიები და სხვა ყველაფერი პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს იყო უშუალოდ მაშინ როცა გირჩი შემო. ყოშ როცა მოხვედი უკვე, ხო, ეს ძალიან საინტერესოა. რა გავლენა იქონია შენზე შენს გადაწყვეტილების პროფესიის არჩევის გადაწყვეტილების მიღებაზე იქონია თუ არა გირჩმა გავლენა შენზე? ნუ ზოგადად ეს გადაწყვეტილება მოგიყევი რა პროფესია აირჩიე როცა ჩააბარე. ახლა სწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე, მაგრამ ვაპირებ გადავიდე პოლიტიკის მეცნიერებაზე, დამატებითი ენის გამო, გერმანულის გამო, რომელსაც რაღაც მიზეზების გამო ვერ ვსწავლობ, ისე როგორც საჭირო. ანუ საერთაშორისოზე გაქვს ეგ მოთხოვნა, რომ გერმანული უნდა ისწავლო? სწავლებულო, რომ გერმანული მესამე ენა უნდა იყოს და იქნებ დაირჩიო ერთ-ერთი და მე ავირჩიე გერმანული, არც ერთის სწავლისურვილი არ მაქვს რეალურად. ამის შემდგომ ვაპირებ გავუძლო სწავლა პოლიტიკის მეცნიერებაზე, ზოგადად რა ასვაპირებ მინდა რომ არის პოლიტიკის ანალიზი მომწონს ძალიან, ჯერ არ ვიცი კარგად როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ სწავლობ, იქზე მაქვს ჩემი პეიჯი და იქ ვცდილობ ხოლმე რომ თუ რაღაც მომდა. ძალიან აქტიური შენ, ანუ მე როგორც მივხვდი ამ X-ზე რაც უფრო მეც დაწერ, ანუ ძალიან ინტენსიურად უნდა წერო და მე უფრო იღებ იმგენ, იმიტომ რომ მე ვერ მივახციე ჯერ კიდე მაგას. არ ჩემი არ ათლა. ის არის შენსაც რო უყურებ, ანუ რეაქტები და რაღაცები მეტი აქვს უფრო ვიდრე ჩემსას და ანუ როგორც ჩანს ძალიან ისჭირდება პერმანენტულობა ჭირდება და მუდმივობა რომ ანუ სულ არ უნდა ჩააგდო რაღაც არაფერი. კარგია რომ აქტიურობ ძალიან კი. ანუ პოლიტიკის ანალიზით ხარ დაინტერესებული. პოლიტიკის ანალიზი მომწონს, ჯერ არ ვიცი როგორ ვაკეთებ აი სანიტარას ვეკითხები ხოლმე რაღაცებს. კარგი ადამიანი აგირჩევია, კარგი ადამიანი აგირჩევია რჩევის. ყველასგან ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც რჩევა მივიღო, აი ლექტორებს ვეკითხები ხოლმე რომ აი რას ფიქრობთ, აი ესეთ რაღაცაზე არის თუ არა სწორი მსჯელობა ამ საკითხთან მიმართებით და ვცდილობ ხოლმე რომ შემდგომ ანალიზს რო დავწერ, იყოს იმაზე უფრო უკეთესი, ვიდრე წინა გამომივიდა. ზოგადად პოლიტიკისგან რა მოლოდინები მაქვს ეგ არ ვიცი, რა მინდა რომ რას მინდა რომ აქედან მივახციე, უბრალოდ ჯერჯერობით ეს საქმე მსიამოვნებს და მინდა რომ ეს საქმე გავაგრძელო. და თუ ეს საქმე მომავალში ჩემი პროფესია იქნება და ამით მართლა რაღაც გავამიღო, მთლად უკეთეს. ძალიან კარგი. იცი რა არის რა პროცესებშიც ახლა ვარ ჩართული თითქოს ერთის მხრივ შეიწოვა პოლიტიკურმა პროცესებმა ჩვენი ცხოვრება იმ თვალსაზრისით რომ ვერც ერთი ანუ ვინც აქტიურად არის ამაში ჩართული ვეღარ წარმოუდგენია როგორ შეიძლება ამის მიღმა კიდე რაღაცები ისიაკეთო რომ თითქოს არაფერი არ ხდება ხო ანუ მე ყოველ შემთხვევაში ესეთი განცდა მაქვს რა ანუ შენ რასაც გიყურებ ახლა ვიცი რომ რაღაც სტუდენტურ მოძრაობაში იყავი და მათ შორის სტუდენტური პროტესტი კიდე ცალკე ნაწილი გახდა ამ პროტესტის რაც მიმდინარეობს რაღაც ღამეებს კიდე ათენებთ ღამეებს ათეოდით და ასე შემდეგ ანუ იმის თქმა მინდა რომ როდესაც ამ მოვლენებს ძალიან მძაფრად აღიქვავ და ამ მოვლენების ეპიცენტრში ხარ გიჭირს სხვა რაღაცებზე კონცენტრირება ანუ ისე გაგრძელება ცხოვრების სხვა ასპექტების თითქოს არაფერი არ ხდება აქეთ. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ. როგორ მიდი აი ჩვეულებრივი სტუდენტის ცხოვრება ამ თვალსაზრისით რამდენად გართულდა. ანუ მაგალითად მის ფამინდა რომ მაგალითად რამდენად ახერხებ რომ კონცენტრირდეს ამ მეცადინოზე რაღაც სტუდენტური მოვალეობების შეასრულო და პლუს რაღაც ამ პროტესტის ავანგარდშიც იყო. პრაქტიკულად რამდენიმე დღიანი ჩავარდნა მქონდა ესეთი ზედ ეს იყო წინა 2 კვირა ის ცუდად ვიყავი მეორე თბილისში არ ვიყავი და ამ ყველაფერმა გამოიწვია რომ ცოტა ხნით პროტესტს მოვშორტი რაღაცნაირად და აი სულ იყო ცხოვრება. ჯერ სულ იმას გზნობდი რომ რაღაც მაკლდა მე ის იყო რომ აი იქ რატო არ ვარ და იმას რატო არ ვაკეთებ და იქით რატო წამოვედი და აი მოთხოვნილება გამიშდა იმიტომ რომ ვიცოდი რომ ამის კეთება იყო მაგ დროს სწორი. თან მე დავინახე ესეთი რაღაც რომ თურმე ცხოვრებაში რამდენ რაღაცას კარგავდი და ჩემ დროს არ უთმობდი ისე როგორც უნდა დამეთმო. რომ მე რაღაცა ვარჯიში დავიწყე, მართალია ორჯერ ვიყავი სულ მაგრამ ითვლება რომ დავიწყე იქ ახლა მივხვდი რომ რაღაცები სასწავლი მაქვს, ახალი ის დაიწყო სემესტრით როგორც უნდა უწოდოთ და მივხვდი რომ ეს ყველაფრის კეთება ახლაც მჭირდება და უნდა გავაგრძელო და მე უცბად ისე გამოჯანმრთელდი, ჩამოვედი თბილისში და ახლა პროტესტი უნდა გავაგრძელო და ახლა როგორ უნდა შევთავსო ეს ყველაფერი ერთმანეთს. არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელო ეს ყველაფერი, მაგრამ ვიცი რომ პროტესტი მნიშვნელოვანია. ძალიან რთულია მაგ ფრივე ყველაფერი, რომ რაღაცები გვერდზე უნდა გადადო იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოხვიდე და გარეთ შენი სიტყვა თქვა. ხო, პრინციპში ახლა არ დადებიც დაემთხვა და ცოტა ეგეც ხელს უსწავლდა ყველაფერს. ხა კიდე უფრო რთული იქნება მაგ ნაწილში.
როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ პროცესში სტუდენტების უფრო მეტად გააქტიურება, იმიტომ რომ მე რაღაც წარსულ ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე დიდი როლი საბოლოო ჯამში ახალგაზრდებს და სტუდენტებს ჰქონდათ ხოლმე, მაგალითად მე ხა მახსენდება პირველი რასთავში მომივიდა, ან 9 აპრილს რო საერთოდ არ შევეხოთ 1978 წლის ამბები, როდესაც ჩვენ მაყურებელს რო გავახსენო, ენის ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის გაუქმება გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირში და ამას იმხელა მასშტაბის პროტესტი მოყვა პირველ რიგში სტუდენტების აქტიურობით, რომ საბოლოო ჯამში უკან მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი მასშტაბის პროტესტი იყო და მაგ დროს სტუდენტების როლი იყო ერთ-ერთი მთავარი რა. ხო და მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ძალიან დიდი მასშტაბის პროტესტი ვიხილეთ და წარმოუდგენელი იყო მართლა მასშტაბი და მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობა იყო ძალიან დიდი. ცოტა ნიჰილიზმში გადავიდა ხალხის ნაწილი, იმიტომ რომ იმუშავა დაჭერებმა, იმუშავა ჯარიმებმა და რაღაც მე მგონია რომ ფინანსურმა წნეხმა კიდე ორ მაგათ უფრო იმუშავა, იმიტომ რომ თითქოს ამ ცემებს და დაჭერებს და დაშინებებს კიდე რაღაცნაირი ასხლეტის უნარი აღმოგვაჩნდა, მაგრამ ეს თანხა იმდენად დიდი არის და იმდენად ბევრი მოდის უკვე ვიღაცებზე, რომ მე რაღაცნაირად ადამიანები ვფიქრობენ, რომ ანუ ამას როგორ გადავიხდით. და ადამიანების დიდ უმრავლესობას საერთოდ რაღაც სესხის მოვალდებულებები აქვს აღებული და ამაზე შეექმნება პრობლემა და შემდეგ ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მაგ ნაწილში მაგან ძალიან იმოქმედა და მაგაზე გვექნება რა მოსაფიქრებელი მაგას რა შეიძლება ვუყოთ, მაგრამ მეორეს მხრივ სტუდენტების ფაქტორს რო დაუბრუნდე, როგორ ფიქრობ, რატომ ვერ გახდა უფრო მეტად მასშტაბური სტუდენტების ნაწილში? ანუ აი თქვენი ჯგუფი, რომელიც იყო ძალიან აქტიური, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რაღაც ღამეებს ათევდა უნივერსიტეტში და ცდილობდა რომ გაეზარდა ეს და რაღაცნაირად აებუნტებინა დანარჩენი ნაწილი სტუდენტების, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას ვერ მიაღწიეთ, ხო? ანუ რა აკლია და რა მომავალში რა შეიძლება რომ ამისთვის გამოსწორდეს? შენი პერსპექტივა. ამას ვაკეთებდით ჩვენ, სილიაუნელები, ცილა სტუდენტური მოძრაობაც, როცა იმ სწავლე ვიყავი და როცა ილიაუნე კიდე უნივერსიტეტში იყო, ამას აკეთებდნენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. რატო არ გამოდის ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, ბევრი მიზეზი აქვს. იგივე ფაქტორებია დაუშვათ რაც დანარჩენ დემონსტრანტებზე, რომ რაღაცა დაშინება. მაგალითად ძალიან ბევრი ვიცი, ვინც მარტო იმიტომ ვერ გამოდის, რომ მაგის ცხოვრება ძირითადად უნდა იმუშაოს, რომ შემდგომ გააგრძელოს სწავლა და გააგრძელოს მაგალითად თვითონ იხდის თავის განსახაც. და სხვა დრო მაგალითად ფიზიკურად არ რჩება ეგეთი ხალხი ვიცი. ხალხი ვიცი უბრალოდ ვისაც ძალიან ეშინია და სწორი რაღაცების გამომდინარე ეშინია, რომ მაგალითად შეიძლება დაიჭირონ, შეიძლება დააჯარიმონ და მაგ ჯარიმას როგორ გადაიხდის. ნაწილზე პროპაგანდა სამწუხაროდ კარგად მუშაობს. შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეს 90-იანების და საბჭოთა კავშირის ხალხს რო ეძახდნენ, რომ თითქოს აი მოწამლული ხალხია და თითქოს ეხლა ახალგაზრდებსაც წამლავენ, მანდაც თითქოს აი გამოყვა, გადმოიტანეს, ეგეც იგრძნობა. საბოლოო ჯამში ისეთი წარმოდგენა მრჩება, რომ კი, ყველა ამბობს, რომ ეხლა უნდა გამოხვიდე, ეხლა უნდა გააგრძელო ბრძოლა, უბრალოდ ეშინიებ. და ზოგჯერ თვლიან ხოლმე, რომ აი კი გამოხვედი, აი მაშინაც ხო გამოხვედი, აი მაშინაც ხო დავაპროტესტეთ, აი მაშინაც ხო რაღაც გამოვაცხადე სტუდენტებმა რაღაც პროტესტი და აღარ მიდიოდით ლექციებზე და ამას ხო ვაკეთებდით და რა შევცვალეთ? და ეხლა რო გავაკეთო რა შეიძლება, ისე მე მაკლდება რაღაც, აი ყველა მაგ არგუმენტით მოდის შენთან. იცი რა მითხარი? ეს პროპაგანდა მუშაობს რო ამბობ, მაგ როგორ ფიქრობ, მაგ ხალხის ნაწილზე მედია პროპაგანდა მიმუშავა კარგად და ესენი აქვთ ნაჭამი ასე ვთქვათ და ამას იჯერებენ თუ რაღაცა უფრო სოციუმი, თავიანთი ოჯახები და ასე შემდეგ, რომელი უფრო მოქმედებს შენი აზრით? ჩემი აზრით უფრო ოჯახებში რაც ხდება, ან საზოგადოების რაღაც ნაწილთან რო საუბარი აქვს და იქიდან დამოკიდებულებებს რო ხედავენ, იქიდან გამომდინარე აკეთებენ ხოლმე რაღაცაზე, როს საბოლოო ჯამში ეგრე აფასებენ მოვლენებს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს ხალხი დიდად არ ადაკავებული იმით, რომ ტელევიზორს უყურებდეს ან Facebook-ზე რო სკროლავს, გაჩერდეს და რაღაცა. ანუ საკუთარი გარემო ახდენს რეალურად დიდ გავლენას. როგორ ფიქრობ, მაგ შემთხვევაში რა არის კარგი შენი აზრით? მაგ შემთხვევაში რა არის სწორი გზა მაგ ხალხთან კომუნიკაციის? აი მე რას მქონდა ხოლმე ხშირად იყო ის, რომ აი მოდით გვესაუბრეთ, აზრები გავცვალოთ, რას ფიქრობთ, რატო ფიქრობთ. აი მქონდა მე ერთხელ მაგალითად იყო ფილმის ჩვენება, რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება მოსულიყვნენ და ამ საკითხის შემდგომ, ახალ საკითხზე გვემსჯელა ფილმის შემდგომ. მსგავსი რაღაცები, ყველაზე უკეთესი არის საბოლოო ჯამში კომუნიკაცია. ვიღაცას რო ესაუბრები და აზრებს რო ცვლი, ჯერ ერთი რო შენს მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება უჩნდება და თუ შენზე ვიღაცისგან გაიგო რომ ცუდი ხარ, მე ხდება რომ რეალურად სულ სხვა ადამიანი ხარ. თან მეორე ის არის რომ ეს ადამიანები შენი კურსელები და მეგობრები არიან, ან შენი
კურსელის მეგობარი ან ასე შემდგომ და ასეთ ადამიანთან რო კომუნიკაცია აქვს, შენი სიტყვა უფრო სხვანაირად ესმის და უფრო იჯერებს იმას, რასაც ამბობ. ხო, რა თქმა უნდა, მაგასთან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგ ხალხს თუ შევხედავთ, როგორი შთაბეჭდილება გრჩება ზოგადად პოლიტიკური პარტიების ხშირად აკრიტიკებენ დღეს ასევე ოპოზიციურს მათ შორის ახლა აღარაფერს ვამბობ მართულ ძალაზე, ხო? ანუ იმიტომ რომ მათი შეფასება უკვე ზედმეტიც კი არის ისეთ რეალობაში გვაცხოვრებენ. მაგრამ ოპოზიციური პარტიების კრიტიკას ხშირად გვესმის, ხშირად რაღაცა მათ შორის არგუმენტირებულადაც ბევრ რაღაცებზე, მაგრამ ბევრი რაღაცები არის რაღაც განზრახ დემონიზებული, განზრახ გაშავებული ბევრ რამეზე, ხო, ეს შეგვიძლია ვთქვათ, ანუ არის რაღაცები, რაც შეიძლება სწორი კრიტიკა, არგუმენტირებული კრიტიკა, მაგრამ დიდი ნაწილი არის ისევ ოცნების მიერ მოწოდებული პროპაგანდის ნაწილი და ამას არიან ხოლმე ადამიანები აყოლი, მაგრამ შენი აზრით, რას ხედავენ ყველაზე ნეგატიურს დღეს ოპოზიციურ პარტიებში და რატომ არ აქვთ მათი ნდობა? აი, როგორ ფიქრობ? იმ კრიტიკულ ნაწილს გულისხმობ, რომლებიც მაინც არ ერთვებიან რაღაცებში, მაინც კრიტიკულები არიან და ასე შემდეგ. კრიტიკულები შეიძლება კიდე ხმამაღალი ნათქვამია, ანუ არ ენდობიან უბრალოდ შეიძლება გაუაზრებლადაც. რას ხედავენ მთავარ პრობლემას ამ ხალხში? ნუ ზოგადად პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს ესე იმად არაფასებენ, უბრალოდ ამბობენ, რომ ეს არის ხალხი, რომელსაც არ უნდა ინდოთ, თუ ესეთი რაღაც სტუდენტების ნაწილი ხდება, რომელსაც არ უნდა ინდო, რომელსაც ცუდი წარსული ჰქონდა, ან ის რაღაც სულ ვისაც არ ქონია ცუდი წარსული ამ ხალხს ეგეთ ხალხს ვერ ხედავენ, აი ყველა ერთეგი გონია. ერთეგი ყველა ერთგან შარშება. ეს პროპაგანდა რა. სამწუხაროდ. ხო, აი მაგაზე არის რაღაცნაირად. აი უბრალოდ კაი ტიპია, მაგრამ იქ რატო დადგა? ხო, აი ესეც პრობლემა. აი მაგ ხალხზე როგორ ფიქრობ ის თუ იმუშავებს, რომ ვინმე ისეთი ახალი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც რაღაც სხვანაირ პერსპექტივას დაანახებენ. მაგაცზე იმუშავებს? საბოლოო ჯამში ეგ უნდა იყოს ყველაფრის შედეგი, რომ ახალი ხალხი უნდა გამოვიდეს და ჩემი აზრით ეგ რაღაც გავლენას მოხდენს. შეიძლება თქვა რომ ვერ იმუშავებს ბოლომდე, მაგრამ რაღაც გავლენას რაღაც ნაწილზე მაინც ექნება. ხო, მანდ მე პრობლემას იმაში ვხედავ, რომ დღითი დღეს სივრცეს აღარ ტოვებს ამისთვის ქართული ოცნება, რაც უფრო დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს გუშინ მეგობრებს ვეუბნებოდი დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო მეტ გაიზრდება ეს რეპრესიული მექანიზმი და მით უფრო ის ადამიანები რომლებიც ახალები გამოჩნდებიან თუნდაც რაღაცა სუფთა წარსულის და შემდეგ ეს ყბადაღებული თემა რაც არის მე ვფიქრობ რომ რაღაც ეტაპამდე მიუშვებენ მხოლოდ და რაღაც ეტაპის მერე შეუძლებელი იქნება მათთვის წარმატების მიღწევა ესე მგონი ყოველ შემთხვევაში ჟანრის ლოგიკა ეგრე მუშაობს სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ შევხედავთ სადაც დიქტატურა იზრდება ამიტომ რაღაცნაირად დროში უფრო მეტად სასაჩქარებლები ვართ მაგ თვალსაზრისით იცი რა მაინტერესებდა შენგან როდესაც შენგან გამოცდილება დაკავების სამწუხაროდ ჩვენთან არ ვიცი სიმართლე რო გითხრა, ხა არ მინდა მთლად გირწაო, უბრალოდ ესეც იმიტომ რომ ისეთი პერიოდია, რომ ხო, ისეთი პერიოდია, როდესაც უკვე ყველა ისეთ ადამიანებსაც ეხებიან, მათ შორის რომელსაც შეხებაც კი არ მქონია არასდროს პოლიტიკურ პარტიებთან და პირიქით, მე ვფიქრობ, პირიქით ეგ რაღაცნაირი ისიც კი იყო. პირიქით მათი გეგმა ის იყო, რომ ისეთი ტიპები აერჩიათ, რომელზეც მე იტყოდნენ რომ აი საერთოდ რა შუაში იყო ეს ტიპი რა ანუ ეს შიშის დასათესად უფრო კარგია რომ უბრალოდ პროტესტის მონაწილე რომელიც პოლიტიკურად აქტიური არ ყოფილა მაგრამ პროტესტის მონაწილე იყო უბრალოდ ეგეთი ტიპი დაიჭირონ იმიტომ რომ დანარჩენები შეაშინონ რომ აი ნახე ამას არაფერი შეხება არ ქონია მაგრამ როგორც კი გააქტიურდა ამას ჩაავლე და პოლიტიკური პარტიების ტიპები უფრო შეიძლება ნაკლებად რაღაც ეტაპზე შეიძლება უფრო ნაკლებად დაიჭირონ იმიტომ რომ იციან რომ მაგაზე მეტად რეაქცია იმაზე ექნება ხალხს შიშის თვალსაზრისით იმის უფრო შეაშინდება თუ ჩვეულებრივი ტიპი დაიჭირო ვიდრე პარტიის ტიპი რა ეგეც თითქოს უკვე თუმცა ეგეც გატრუხდა ხო თუმცა ეგეც გაიბლარა თავიდან ყველაფერი რაღაც მაგიმით მიდიოდა თითქოს შენ დაგიჭირე ზურასთან ერთად ერთ-ერთი დაშლის დროს საკმაოდ მძიმე დღეები გამოვიარეთ მაგ პერიოდში. პირველ ალყას გავეკეცით ასე ვთქვათ 4 დეკემბერს და უკვე მეორე. ჩემთვის ძალიან შემზარავი დღეები იყო, იმიტომ რომ აი თითქოს უკვე რო აღარ იცი რა ხდება და რა მაგ დღეს მე არ ვიყავი მათ თქვენთან ერთად, მაგრამ თვალყურს ვადევნებდი ყველაფერს ლაივ რეჟიმში და ძალიან მეშინოდა თქვენ გამო. თვითონ ფაქტი რო გავიხსენოთ, აი ზამაინც მნიშვნელოვანი ამ წამს არ მგონია, უბრალოდ შენ როგორც ჩათვლი საჭიროდ, უბრალოდ მაინტერესებს აი პირველად რომ მოგიწია მაგასთან შეჯახება რა იფიქრე? ნუ
ერთი ის არის რომ ამდენი ხანი რა პროტესტი. იმიტომ რომ შეხარ ადამიანი რომელიც რავი გირჩიც ჩვენთანაც მაგით ხარ ცნობილი რომ ძალიან ისეთი როგორ გითხრა ძალიან ზედმეტად პატიოსანი რაღაცა 7 ლუკ არის ვეგანი მათ შორის ამაზე ხშირად ხუმრობთ ხოლმე მაგასაც მოყვები მე მაგამბავს ვეგანი რო ხარ და ყველას მაგას რო უნებოდი ხო იმის თქმა ვეგანობას ხას იმიტომ უსვამ რომ ძალიან მშვიდობის მყოფელი და კეთილი და ანუ რაღაც ჭიანჭველას რო ფეხსა დააბიჯებს თუ გამოთქმა რო არის ეგეთი არის ზუსტად ლუკა და უცებ აღმოჩნდით სიტუაციაში რომ ლუკა მიშველაძე დაიჭირეს ზურასთან ერთად რაც იყო არ ვიცი ანუ წარმოუდგენელი ამბავი ჩემთვის თუმცა წარმოსადგენით იმ თვალსაზრისით რომ დავინახე რა სისტემასთან გვაქვს საქმე რეალურად ხო აი შენ პირველი რომ მიხვდი რომ всё აი ხა მგონი გიჭერენ რას ფიქრობდი რა განცდები გქონდა სანამ არ დამჭირეს იქამდე არ მეგონა რომ მიჭერენ ერთი მეორე ის იყო რომ ამდენი ხანი ამ პროტესტის მონაწილე რო ხარ ყოველთვის ემზოდები მიცის რომ აი ამ დღეს შეიძლება დაგიჭირონ თან იმ ყველაფრის ფონზე რაც ხდებოდა თული რაც იყო ჩემთვის ყველაზე მეტად რომ აი ახლა დედა ჩემი როგორ არის რას ფიქრობს აი ვიცი რომ ამაზე ძალიან ინერვიულებს საბოლოო ჯამში ავი ყველაფერმა იმაზე უფრო მარტივად ჩაიარა ვიდრე ხო ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ მე შენთან კონტაქტი იყო იმიტომ რომ ეგ ყოველთვის ეგრე ხდება და განსაკუთრებით როცა ესეთი ამბავია როცა არასოდეს შეხება არ ქონია მსგავსთან არაფერთან ოჯახისთვის დიდი სტრესია და შენს მე კონტაქტი პირველი ხო მაგ აი ველოდებოდი რომ იქნებოდა რა სიტყვერი შეურაცხყოფა აი ცემასაც ყველაფერს ველოდებოდი საბოლოო ჯამში ის ერთულად ის თუდად არ მოგვიქცნენ ჩვენ როგორც ექსეოდე მაგალითად ხვებს რომ სახისმლებს უწევდნენ და ასე შემდგომ ალბათ 5-6 საათი რაღაც დროის მონაცვლეობით ვიღაც ტიპები შემოდიოდნენ და გამუშავებდნენ ნუ ყოველ შემთხვევაში ცდილობდნენ რომ დაემუშავებინე არ იყო კაი გამოცდილება ისეთი რაღაც იყო რომ სხვებს ვერ უსურვებ მაგრამ ამან თავისი ძალა მომცა ანუ ამის მერე რომ უფრო გამიშტა პროტესტის სურვილი ამის შემდგომ რომ უფრო უკეთ და არა მარტო მე რომ უკეთ დავინახე სხვებს უკეთ დავინახე რეალურად რასთან მქონდა საქმე აი რატო დამიხმარა არ ვიცი რატომ თქვა მაგრამ დამიხმარა სავით რომ აი ჩემი ახლობლებისთვის მენახებინა ანუ აი რეალურად აი ამასთან გაქვს ხო რომ აი მე დამიჭირეს ხალხურის რაზე არ საერთოდ რაზე დამიჭირეს ის ორი სასამართლო ერთი რომელიც გადაიდო და შემდგომ რომელიც გაგზელდა ხო საერთოდ ცირკი იყო და ამის შესახებ უფრო კიდევ უფრო დარწმუნდნენ ჩემი ახლობლები რომ აი ცირკია რეალურად რა სტარტდება ეგ ყველაფერი დამეხმარა და გამძლიერა იმიტომ რომ ახლობლებისგანაც მხარდაჭერა უფრო გაიზარდა იმის შემდგომ რაც გაიგეს რომ რეალურად რასთან არის ბოლომდე რეალურად გაიგეს თუ არა ეგ ცალკე ამბავია მაგრამ ასეთ ისე უფრო ხო მინიმუმ დაინახეს რომ აი შეუძლებელია რომ ლუკა ხა აქ რამაში დამნაშავე ყოფილიყო და თუ მართლა რაღაც აბსურდთან არ გვაქვს საქმე ხო ეგ რაღაც თვალსაზრისით შეიძლება სამწუხაროა მაგრამ შეიძლება მასშტაბურად იმიტომ ამბობთ ხოლმე ხშირად რომ თქვენთანაც მოვლენ, ანუ საერთოდ არ გვინდა რომ თქვენთანაც მოვიდნენ, მაგრამ დიქტატურის სახე ეგ არის, რომ საბოლოოდ შედეგი ეგ დგება ხო? ხო, შედეგი ეგ დგება, რომ ისეთ ადამიანებთან მიდის, რომლებთან ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება იმას რაიმე დაეშავებინა, ანუ სიამდვილეში არაფერი კი არ დაუშავებია, უბრალოდ ჟანრის ლოგიკა მოითხოვა ესე, რომ ადამიანი, რომელიც საპირისპიროას აფიქსირებს, ტოტალიტარიზმის მთელი თავი ფუნდამენტი მაგაზე დგას, რომ არ უნდა ფიქრობდეს არავინ სხვანაირად, ყველა უნდა ფიქრობდეს ისე, როგორც ფიქრობს ბიძინა. ანუ ეგ გვაქვს რეალობა ეხა და ეგ არის ეგ რაღაცნაირად უჭირთ ადამიანებს კიდე გაიაზრონ და ხშირად ფიქრობ ხოლმე რომ მე ჩემ გარშემო ადამიანები როგორც აი ხოცებად რომ შეიძლება დავაიდენტიფიცირო ასეთები ხო ყველას გვყავს სამწუხაროდ ეგ რო არ იყოს ასე არც ვიქნებოდით ამ რეალობაში ხო ესეთი განცდა მაქვს ხოლმე რომ აი რავი თაფთუთა კავშირშიც როცა ვიყავით ხო ვიყავით რა ცხოვრობდით რა ანუ რაღაცა მინიმუმ საჭმელი იყო სასმელი იყო ადამიანები ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად ერთადერთი განმასხვავებელი იყო ის რომ საზღვრები იყო ჩაკეტილი და ეხა ეგეც გვაქვს ანუ ნახე აი შედარებას აკეთებენ რომ გაცილებით უკეთესი ცხოვრება არის ხო და ანუ იმას მაინც მათი აზროვნების მოდელი უშვებს იმას, რომ მანდაც რომ დავბრუნდეთ, პრინციპში არც არაფერი არ ტრაგედია არ იქნება, იმიტომ რომ ის გამოცდილება რაც მათ აქვს, თითქოს პრინციპში ხო რავი, არც არაფერი რა, ანუ რავი, შეიძლება იქ უკეთესია, მაგრამ თუ საფრთხე გემუქრება რუსეთისგან, ჯობია რომ ისევ რუსეთთან დარჩე და ანუ პრინციპში ანუ ეგ აზროვნების მოდელი აქვს, მაგრამ მგონია რომ თვითონ იმ ბოლომდე ვერაცნობიერებენ რა იყო რეალურად ის სამყარო და არ ქონიათ შეხება რეალურად დასავლურ სამყაროს რა სიკეთეები მოაქვს და ამიტომ ვართ ხოლმე ესე რა მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ის პროპაგანდა რომელსაც ამუშავებენ რაღაცების დემონიზება რაღაცების ნეგატიურად დახატვა დასავლეთში და მეორეს მხრივ რაღაც ომით დაშინება და
ამის ჩვენება ალბათ უფრო მაგანი მუშაობს. ეგეც მუშაობს და მარტო ის არ არის, რომ წარსული ვერ დაინახეს რეალურად ისე როგორც იყო. ანუ აწყოს გააზრებას უჭირთან არ უნდათ. აი რაღაც ეგეთი მენტალობა შემორჩა, არა მარტო საქართველოში, state requires to continue. სახელმწიფო საჭიროა რომ გააგრძელო. კი. და ეგ ძალიან სამწუხაროდ ხალხს შემორჩენილი. არ აინტერესებს ვინ იქნება სახელმწიფო, ბიძინაც რო იყოს სახელმწიფო, ბევრი რადიკალური კოსისთვის უნდა გაგრძელდეს ის, რაც ამ შემთხვევაში რეჟიმს უნდა. კი. ხო, მათ შორის ის რომ ვიღაცა შეიძლება საშინლად მოექცენ, ვიღაცა შეიძლება დაასისხლენ, ვიღაცა შეიძლება იძალადონ. მაგრამ აბა რა იქნათ? აბა რა იქნათ, ეხა ისინი აშავებდნენ, ანუ ეგ დამოკიდებულება არის და ხო, ეგ კატასტროფაა საბოლოო ჯამში. შენ ისე როგორ ფიქრობ? როგორც არ უნდა გავითარდეს მოვლენები? უშვებ პერსპექტივას, რომ დატოვო ქვეყანა. ანუ შეიძლება ეხა ისეთი პესიმისტური ამბავია, რასაც ამოხმარ, უბრალოდ შენ როგორც ახალგაზრდა, რომელიც ბევრს იბრძვი იმისთვის, რომ შეიცვალოს რეალობა, ბევრს აკეთებ, არ ხარ ხელებ ჩამოშვებული, მაგრამ არაფრისგან არ ვარ დაზღვეული საბოლოო ჯამში, ხო, ეგ თვალი უნდა გაუსწოროთ მაგ რეალობას. ყველას გვინდა რომ მოვიგოთ, აქ ამ წამს იმიტომ ზივარ, რომ არ შევგუებულ ვარ და არ დავნებებულ ვარ, უბრალოდ აი შენთვის გონებაში თუ გიფიქრია მაგაზე, რომ აქ აღარ იცხოვრებ. მიფიქრია, ბევრი თვს მithქვამს, თვითონ რაღაც გეგმებიც რაღაც შეგვიდგენია, მაგრამ საბოლოო ჯამში არ წარმომიდგენია ეგ როგორ უნდა განხორციელო რაღაც პრაქტიკაში, იმიტომ რომ ეგ მიჯაჭვის ამბავიც არ არის. იმდენად მინდა რომ აქ გავაგზავნო ის რასაც ვაკეთებ, აქ ვიყო სტუდენტი, აქ ვიყო რავი მოქალაქე, აქ ვიყო რავი კარგი შვილი, მეგობარი და იმდენად მინდა რომ აქ რაღაც ჩემი მომავალი შექმნა, რომ ქვეყნიდან წავიდე, ვიცი რომ რთულად ჭირს ეს ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც უფრო მარტივი იქნება, იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა ბევრი მყავს ვინც არის და რაღაც მალე შეძლებ სხვებმა შეძლეს, რატო გაგიჭირდება სიტყვაზე კაი ცხოვრების აშენება ან რაღაცა ეგეთი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ქვეყანა, სადაც მინდა რომ მომავალში რაღაცები ვაკეთო. შეიძლება იქამდე მივიდეს მართლა ყველაფერი რა აქ ჩემი გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდეს, არ ვიცი, ვერ ვიცი. ხო, არ გინდა ეგეთ მომავალ საუბარი. მაგრამ რავი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ქვეყანაში გაჩერება შეძლო, რომ რაც შეიძლება დიდხანს და ვებრძოლო იქამდე სანამ შემეძლება. ხო, ეგ არის მთავარი, ანუ ბევრი შენაირი ადამიანი, რომელიც ეგრე ფიქრობს, თუ საბოლოო ჯამში ბევრი დანებდა და წავიდა, ამათ მაგაზე მეტად არ, ანუ შენ გონია, ეხა ვინმე საზღვრებს ჩაგვიკეტავს, არა, ამათ უნდათ რომ ეგეთი ხალხი წავიდეს. ანუ იმ განსხვავებით რაც იყო საბჭოთა კავშირში, რომ არ გიშვებდნენ, ეხა გიშვებენ, იმიტომ რომ მათთვის უფრო ხელსაყრელია, რაც შეიძლება მეტი მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება მათ გავიდეს, იმიტომ რომ ხელი შემშლელი ფაქტორი აღარ იქნება მათთვის და დარჩენიან მხოლოდ კონფორმისტები, რომლებსაც აცხოვრებენ რაღაც თავიანთი ხელფასით, რომელსაც უხდიან, ხო? ანუ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაგ კუთხით ის, რომ ბევრი ადამიანი იყოს მაგაზრის, რომ აქ გვინდა ცხოვრება და აქ გვინდა ცვლილება. შენ ხშირად გითქვამს ლუკა, რომ ბევრ წინააღმდეგობას გულსხმელად თქვათ ეს, რომ ბევრ წინააღმდეგობას წააწყდი იმის გამო, რომ არც ისე ტრადიციული პარტია არის გირჩი. ტრადიციულში გულისხმობ იმ გაგებებს, რა გაგებითაც წარმოუდგენიათ ხომ ადამიანებს, თორემ თუ მკითხავ ღირებულებების თვალსაზრისით, ყველაზე ტრადიციულები ჩვენ ვართ, იმიტომ რომ ისეთ ღირებულების გჯერა, რაც უნივერსალური ღირებულებების გჯერა, მოდი ესე ვთქვათ რა. და ამაში არაფერი არატრადიციული არ არის. მაგრამ ტრადიციული გაგებით რო ხშირად ასოცირდებოდა გირჩი რაღაცა ნარკოტიკებთან, ოღონდ იმ გაგებით არაცხადია რომ რაღაც ნარკომანები ვარ და დღემდე რომ ნარკომანი გონია სურა ამის ლიბერალიზაციასთან ცხადია მარიხუანასთან აღარაფერს ვიტყვი სხვა ხვადაღებულ თემებზე რითიც სურას აშავებენ ხოლმე მაგრამ აი რამდენად ხო, აი სხვა შორის გამიგზელდა კითხვა, მაგრამ როდესაც ზურასთან მიხვედი და ზურასთან კითხვები ქონდა, შენზე არ უმუშავია მაგ ფაქტორებს თავის დროზე? არა. ეგეთი რაღაცები ჩემზე არასდროს არ მუშაობდა, რომ აი ვიღაცა ის და რაღაც 20 წამიანი ვიდეოების დროს ლობენ ხოლმე გაშავებას და რაღაცა რომ არა. ხო, მაგ კუთხით გონია რომ ახალგაზრდები ცოტა უფრო სხვანაირად უყურებენ რაღაცებს. ანუ მის თქმა მინდა რომ რაღაცა მაინც-ამაინც ახალგაზრდები ესე უყურებენ დასაკენებას. უბრალოდ უფრო სკეპტიკურად შეხედვა შეუძლიათ რაღაცეებზე. თან რომ სიმუშაოს, რავი, ადამიანთან მიდიხარ, საუბრობ რაღაცაზე და გინდა უკეთ გაიცნო. ანუ პირიქით როცა ვიღაცაზე რაღაცა განსხვავებულს ფიქრობ და არის რეალურად არის თუ არა, კომუნიკაცია და მასზე მეტის გაგება უფრო დაგეხმარება. ხო, აი ხო და მაგ კითხვას რომ დაუბრუნე, მაგ ნაწილში ეს დისკომფორტი რაც გექნებოდა ოჯახთან და ნათესავებთან, როგორ გადალახე ეგ ფაქტორი? მარტივად. ანუ ბუნებრივია ხა მათი აზრები და რაღაცაზე რომ ვითომ წუხან რომ აი შენთვის უკეთესი გინდა და მან რა გინდა და რაღაცა ეგეთები მუშაობს. მაგრამ საბოლოო ჯამში შენ იცი რეალურად რა არის შენთვის უკეთესი და რა არის შენთვის სწორი და როცა ეგ იცი და როცა მინიმალური მხარდაჭერა მაინც გქონს ოჯახიდან
მაშინ თავისუფლად შეგიძლია გააგრძელო ის, რასაც აკეთებ. ახლაც ძალიან ბევრი, მაგალითად, ჩემს ოჯახში ან ჩემს სააცნობოში, თანამედროვე არ მიესალმება იმას, რასაც ვაკეთებ, ან იმას, სადაც ვარ. მაგრამ დამიჭირეს, ხო, მაგრამ პერსონალურად შენი მხარ და შენ მაინც მნიშვნელოვანი ხარ მათთვის და ეს ეგეც და თან გესმის რეალურად რასაც აკეთებ და რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას და ამას რო იაზრებ მაშინ ვიღაცა რო გეუნება რომ ეს არ უნდა აკეთო იმის გამო რომ ეს სწორად მიმაჩნია, შენთვის არგუმენტი აღარ არის. ხო, მესმის კი. იცი რა მითხარი, მაგ შენ დაჭერის ფაქტორმა წეღანაც ახსენე რომ უფრო გამიადვილაო ვიღაცებთან ვიღაცებისთვის რაღაცების ახსნაო. ალბათ ჩემთვისაც ყველაფერი გაადმადვილა, იმიტომ რომ აქამდე ბევრი ფაქტორი იყო, რაც მაშინებდა სიტყვაზე აქციაზე ყოფნის გამო, ხო? არ ვიცი რატომ ერთხელ გაკავებენ, თითქოს მეორედ დიდი არაფერი ის. ხო, შეგვებული ხარ იმას, რომ ხო, გამოცდილი გაქვს მინიმუმ. ეგეთი საშიში აღარ გახდა ჩემთვის აქციაზე ყოფნა, ვიდრე ეს აქამდე იყო. ხო, მაგ კუთხით რამდენად იცი რა საით მიმყავს კითხვა რომ რამდენად შენ გარშემო ოჯახის წევრები ახლობლები ზოგადად განზოგადება მინდა მაგის ჩემიდან გამომდინარეც რომ რამდენად შენ როგორც გააზრებული რაღაცები შენ რა რეალობებსაც შეეჯახე ასევე რაღაცნაირად რაღაც დოზით მაინც გაიაზრეს რა რეალობაში ვართ თუ მაინც და მაინც ვერ ხვდებიან რომ დაუშვათ თლად ჭაობისკენ არ ვართ და არც ესე არის საქმე და არც ისე რაც აი ჩვენ მეგობრებთან ხშირად გქონია დღეს ვსაუბრობთ რომ ზოგიერთ ადამიანს მაინც ეგ განცდა აქვს რომ აი გრძელდება ცხოვრება ბარებში დადის ხალხი ერთობა რაღაცა იქით ცხოვრება გრძელდება აქეთ ცხოვრება თითქოს ხო არსებობენ ადამიანები რომლებიც ამ პროტესტში აღარ არიან ჩართულები მათი ცხოვრებაში ბევრი აღარც არაფერი შეიცვალა იმიტომ რომ აღარც პოლიცია აღარ აწუხებთ აღარც ჯარიმები აღარ აწუხებთ ან მე თუ მკითხავ თავის მოტყუება და ილუზიებში ცხოვრებაა ბევრი თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამ წამს აღარ გეხება თორე შეიძლება რამდენიმე თვეში ისე შეგეხოს რომ ვერ წარმოვიდგინო. მაგრამ აი როგორ ფიქრობ, მაგ ფაქტორმა იმოქმედა რომ შენ რო დაგიჭირეს და რაღაცა მე უფრო მეტად გაიაზრეს სად ვართ თუ მაინც პროტესტის ნაწილად მიაჩნიათ. მანდ უფრო კატეგორიებად ჩაისჩალა უფრო ნაწილი რომელმაც აზრი შეიცვალა და თქვა რომ აქამდე ესე არ ვფიქრობდი, მაგრამ ამ რაღაცა შეცვალა ჩემს აზროვნებაში, ჩემს ხედვებში. მეორე ნაწილი იყო რომელიც ისეთივე რადიკალური დარჩა, როგორც რადიკალური აქამდე იყო. ანუ მანდ რო იდექი და იმ ხალხის გვერდით რო იდექი, აბა რა გეგონა. მანდ არ იდგე და ვინ დაგიჭერს და რაღაც ეგეთი მსგავსი არგუმენტები. ხო, მე იცი რა პრობლემას ხედავ ხოლმე მაგ ხალხთან, რომ ყველაზე მნიშვნელოვნად გადასალახი მგონია ჩვენი მხარისთვის, რომ ხშირად ეს მართლა ის კი არ გონიათ, რომ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საქმე წყდება, პარტიებს შორის დაპირისპირების საკითხი გონიათ. ანუ თითქოს აქეთ მართლა პოლიტიკური პარტიები მხოლოდ იმისთვის იბრძენ, რომ ძალაუფლება ხელში აიღოს და მე თუ მკითხავ, წაიშალა ეგ ამბავი იყო, რა თქმა უნდა, ყოველთვის ესეა არჩევნები ყოველთვის ეგ ამბავია ხოლმე, რომ რა თქმა უნდა ერთ პარტიას უნდა რომ მეორეს აჯობოს და რა თქმა უნდა ერთმა უნდა ჩანაცვლოს მეორე ეგ მიზანი აქვს. ეჭვიც არ მეპარება მაგაში რომ თლად მაინც ქვეყნის მომავლისთვის არ დარდობენ, უნდათ ძალაუფლების ხელში აღება, მაგაზე არც ვდაობ. მაგრამ ისეთ მოცემობაში შევედით, როდესაც აგერ რავი გადავხედოთ აღმოსავლეთ ევროპაში რა ხდება ხო, რა ამბები არის და ყველგან პროტესტია, თურქეთში პროტესტი, ანუ ყველგან რუსეთი ყველგან ცდილობს თავის საცეცების მიწვენას და ყველგან თავის გავლენების გავრცელებას და ყველგან პროტესტია, იმიტომ რომ არ უნდათ პრორუსული ძალები ხელისუფლებაში. იგივე მოცემულობა დაგვიდგა ჩვენც და ჩვენ ძალიან დიდი ხანია მაგ სპირალში ვართ და ვერ გავედით სამწუხაროდ. ხო და მაგას ვერ ხვდებიან, რომ სიამდვილეში პარტიებს შორის დაპირისპირებაზე აღარ ვართ რა. შეიძლება სამწუხაროდ გაქვს რეალობა, რომელშიც ამ პარტიებსაც ვერ გაუაზრებიათ კარგად რაღაცები, თორე აქამდე შეთანხმდებოდნენ, აქამდე მორიგდებოდნენ ერთმანეთთან და ერთად დადგებოდნენ. გააზრებული რო ქონდეთ მათაც ის რაზეც ვსაუბრობ, მაგრამ ხო ადამიანების დიდ ნაწილში ჯერ კიდე ამ ორი შტოს დაპირისპირებად დარჩა და არა ის რომ ქვეყანა იღუპება რა. ჩემი აზრით, აი ხალხის ნაწილი რომელსაც ვსაუბრობთ, პარტიები სულ რო გაქრნენ, მაინც მაგაზე იქნებიან. ანუ მაინც იტყვიან რომ იქიდან არის რაღაც ძალა, რომელიც ცდილობს რომ აი ისევ მაგ მარყულში იქნებიან. ისევ დაპირისპირების აი ტელევიზიების ამბავი ხო იყო, რომ აი პროპაგანდისტური ტელევიზიები და ამ დროს ნახეთ რომ თავარი აღარ არის და მალე შეიძლება ფორმულაც აღარ იყოს და ამ ხალხის დამოკიდებულება ამ საკითხებში მათ არ შეცვლილა, რომ ისევ ის რაღაც პროპაგანდისტული მედიები აქვს, რომელიც ანუ ყოველთვის იარსებებს რაღაც რასაც არგუმენტად მოიშველიებენ. ანუ ის რომ ოპოზიციური პარტიები ახლა ცდილობენ რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, არა მაგათთვის არ არის ესეთი არგუმენტი. მაგიტომ ამბობ არ იქნება სხვა და გააგრძელებენ ისევ თავიანთი პოზიციის დაცვას. მაგიტომ ამბობს ხოლმე ზურა სამწუხაროდ რომ და ხშირად აკრიტიკებენ მაგაზე ორი ჯგუფი არსებობს რა, რომელიც ამბობს რომ იქით მხარეს ხალხის გადმობირება შეგიძლია და ზურა ამბობს რომ ადამიანები რომლებმაც ნახეს ეს დასისხლიანებული ხალხი, ადამიანები რომლებმაც ნახეს ეს რა მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში,
რაზე წავიდნენ, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები არაფრის გამო ამდენი ხნით გამოაყუდეს ციხეში და რავი, მოსამართლე მშობლების ნახვის საშუალებას არ აძლევს, სხდომას დღეს რაც ვნახეთ რა. მაგ რეალობაში ხარ და მაგ ხალხს ვერ აუხსნი ვერაფერს, იმიტომ რომ ისინი არიან ძლიერის მხარეს. მათ აქვთ ეგ ძალაუფლების, ანუ იციან რომ ბიძინა მათ ყოველ შემთხვევაში ეგ წარმოდგენა აქვთ რომ ბიძინა არის უძლეველი, ბიძინას ვერ დაამარცხებ და შესაბამისად მგონია რომ სანამ ეგ ძალაუფლების მორყევას არ შეესწრებიან რომ რაღაც საფრთხე არ დაინახეს, მე მგონია რომ მათი აქეთ გადმობირება აი მაგ ხალხს ახლა შერასთამობდი ხო, ბევრი რაღაც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ისინი მაინც იფიქრებენ რომ აქ რაღაცა ხო, ამიტომ არის რაღაცა კატეგორია ხალხის, რომელსაც ვერ დაშლი ასე ვთქვათ რა. ანუ რაღაცა იქნება კატეგორია, რომელიც ყოველთვის ძლიერის მხარეს ყოფნას ამჯობინებს. სამწუხაროდ ეგ რეალობაა. ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის თავის პირადი ფაქტორების ხელფას იღებს, იმას იღებს, ამას იღებს. ფეხბურთის ამბავი რომ გავიხსენოთ, ეგეთი პროპაგანდა ტრიალებდა იმათ ბაბსში, რომ აი ოპოზიციამ ჯერ კიდევ თებერვლის თვეში დაგეგმა ეგეთი რაღაც, რომ ბილეთები ეყიდათ, ნაწილი არ მისულიყო, რომ რაღაც შევცვლილი ყავით სტადიონზე ხალხი არ არის, ნაწილმა რაღაცა შეძახილები რაღაცა მოამზადეს, შევარდნენ, შეგვარცხვინეს, ანუ ყველაფრიდან ისე შეუძლიათ რაღაცა იპოვონ, გამოაცხონ და თვითონაც დაინახონ რომ სიცრუეა ყველაფერი, იმიტომ რომ ბევრს დავანახე რომ სიცრუე იყო. მაგრამ მაინც ჩაეჭიდონ მაგას და მაინც გაგაკრიტიკონ, მაინც ჩენზე ცუდი რაღაც თქვან. აი, ბევრთან საუბარი რომ მქონდა პირადად კომუნიკაცია, არგუმენტები აღარ ქონიათ, მიხვდა რაღაც მომენტში გაჩვმებულან, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯგუფზე გადასულან რაღაც შენიშვნა მოუწიათ, სხვა რაღაცის გამო, რაც მაგათ თემასთან. ანუ როგორც წარმოიდგენ, ისეთი რაღაციდან შეიძლება გამონახონ თავიანთვის სასარგებლო არგუმენტი. რაღაცას იპოვიან და საბოლოო ჯამში როცა არგუმენტში ჭედებიან, უბრალოდ შენთან კომუნიკაცია აღარ უნდა და უბრალოდ ცუდი ხარ და უბრალოდ გეჩხუბები. ყოველთვის ეგ შედეგი დგება ყოველ შემთხვევაში ჩემთან მიმართებით. ხო, ანუ ის მომენტი, ეგეთ ადამიანებთან ის მომენტი არ გაქვს, რომ აუ მიხვდა რაღაცას და всё, აი შენ გადმოვიდა. არა, იმიტომ რომ რამდენჯერმე როცა მქონდა ადრე წარსული გამოცდილებიდან ეგ სხვა დღეს სულ სხვა უფრო ვთქვა, სხვა ენერგიით მოვიდა, რომ თავისი არგუმენტები როგორ ხარ ჩემთვის შემოიჭრა. იფიქრა მაგაზე რა შეიძლება და სავის. რაღაც უფრო სიგიჟე მოიფიქრა, მაგრამ თავისთვის ეგ საკმარისია. იცი შენ რა მომიყევი? შენ იყავი ჩართული საკმაოდ აქტიურად საარჩევნო კამპანიაში. ეგ რო უთხრა მაყურებელს, ლუკა კარდაკარზეც დადიოდა საარჩევნო კამპანიისას 4 ნომრის ფარგლებში, გვეხმარებოდა მაგ ნაწილში, რეგიონებშიც ბევრი იარა, ბევრი პოლიტიკოსი მეტიც შეგვიძლია ვთქვათ. და არ იყო მარტივი, იმიტომ რომ მეც მქონდა ეგ გამოცდილება, მეც ვიარე რაღაც პერიოდი. არ იყო მარტივი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ბევრ ადამიანს ვერ წხვდები, ისეც ვინც რაღაცა სიღრმისეულად რაღაცებს შეგეკითხება და შემდეგ ან რაღაცებს არიგებ და ბაზარში შეიძლება გაიარო, ქუჩაში შეიძლება გაიარო და შემდეგ, მაგრამ ხშირად გიწევს ისე მათივე ოცნების ხალხთან შეხვედრა, მათივე კოორდინატორებთან და ვიღაცებთან. რომლებიც აი ზუსტად ეხლა რასაც ეგეთი არგუმენტებით არიან შეერაღებული. როგორი გამოცდილება იყო შენთვის და რა გეგონა წინა საარჩევნოთ? რა შედეგები დადგებოდა და რა შეგეცვალა ამოგიყირავდა არჩევნების მერე? წინა საარჩევნო რა მეგონა, მოდი მაგით დავიწყო. დიდად იმედები არ მქონდა რეალურად გითხრა რომ არჩევნებით რაღაც შეიძლებოდა, იმიტომ რომ მე ზოგადად ეგრე ვუყურებ ჩემს გარშემო რაც ხდება, მგონია რომ ყველგან ეგეთი ფონია, რაღაც ეგეთი დამოკიდებულება მიშდება ხოლმე და ჩემს გარშემო დიდად ხალხს სწორად გიფიქრია თუ არ ქონდა. დიდად ხალხს არ ქონია იმის რაღაც განწყობა, რომ ეხლა რაღაც შეიძლება და მაგიდან გამომდინარე გავაკეთე დასკვნა, რომ დიდი არაფერი ცვლილება არ იქნება, მოგვიწევს ისევ ქუჩა და მოგვიწევს ისევ მაგ წრის გავლა. არჩევნების შემდგომ ეგ ყველაფერი უფრო რეალობა გახდა ჩემთვის, უბრალოდ საშიში რეალობა გახდა, რომელშიც უკვე უნდა მეცხოვრა. ეგ იყო მთავარი ცვლილება მაგ ყველაფერში. აი ეს კითხვა ის გარეთ რომ გავდიოდი საარჩევნო პერიოდში და ხალხს რო ხვდებოდი და ეგ ყველაფერი ძალიან რთული იყო, მაგრამ ამავდროულად იყო ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა. რეალურად მასწავლა როგორ ფიქრობს ხალხი, იმიტომ რომ შენ რო ცხოვრობ, მაგალითად მე რო ცხოვრობ გდანში და მე რო გავდივარ უნივერსიტეტში და გავდივარ რუსთაველზე, იქ სულ სხვა სამყაროა, მაგრამ სიტყვაზე რო ჩადიხარ დასავლეთ საქართველოს რომელიღაცა რეგიონში, იქ რეალურად სულ სხვა რეალობა გვხვდება. და ამ რეალობას რო ცდილობ რომ გაიგო ერთი დღე, ცდილობ რომ გაიგო ორი დღე და საბოლოო ჯამში ეს რომ თვეზე ან თვეზე მეტი გრძელდება და ბევრ ადამიანს ხვდები რომ რეალურად საქართველოს ისე არ გწოდნია, როგორც გეგონა რომ იცოდი და აი ყველაფერი რომ დავინახე რეალურად, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზეც სულ სხვა ხედვა მომცა. მათ შორის ჩემი აზრით, რატომაც საარჩევნო კამპანიისას აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები პოლიტიკოსები მაგ ნაწილში, რომ ბევრი უნდა იარონ. ერთ-ერთი მიზეზი ეგეც არის, რომ დაინახო რეალობა რა. ამაში მაინც არ გულისხმობ იმას, რომ აი სიდუხჭირა დაინახო და
აი ნახო როგორ უჭირს ხალხს და შეხვიდა მათ გორბაში. ეგ ეხლა ცხადია გაცოთილი ამბავია და მაგრამ ცხადია რომ ეგრეც არის და მნიშვნელოვანია რომ დაინახო მათი საჭიროებები, მაგრამ თვითონ აზროვნების მოდელი, რას როგორ ფიქრობენ, რას ფიქრობენ, რატო რას ფიქრობენ, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ზოგადად მიყვარს ხოლმე მოსმენა, ადამიანები რომ საუბრობენ, მიყვარს ხოლმე რომ ვისმენ ამ ყველაფერს და აი ხალხს რო უსმენდი, რომ ჩავდიოდი, აი თითქოს ყველას თავისი სიმართლე აქვს. თან ისეთი სიმართლეა, რომ დაფიქრდე და რომ ცადო რომ რაღაცასთან შედან წინამდებობაში რომ მოდიოდეს და არგუმენტი რომ მოიფიქრო, ხვდები რომ ანუ ამ საკითხში მართალია ეს ადამიანი. და ამიტომ მაგას მართლა უნდა დაუპირისპირო რაღაც ისეთი, რაც მისთვის პასუხი იქნება. თუ პასუხი არ გაქვს, შენშიც ხედავ რა შეიძლება იყოს პრობლემა, ამას უკეთ ხედავ და მე ვეცდილობ რომ ამაზე იმუშაო. ამით მე შენც იზრდები როგორც ადამიანი, როგორც სიტყვაზე პოლიტიკური პარტია, ყველა ეხმარება ყველაფერში. მე ეგრე ვიფიქრე იმ დროს და ეგრე მგონია. ძალიან სწორად იფიქრე და ეგ მართლა პრობლემა არის. მე დავინახე მე რამდენი არჩევნებია უკვე ჩემთვის მოყოლებული და ამ არჩევნებზე რომ დავინახე მაგის მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანია რომ აქტიურად იარო საარჩევნო კამპანიისას და მხოლოდ ეთერებიდან არ მიმართავდე ხალხს. ესე არასდროს დავინახე, ოღონდ ამაში გულისხმობ მართლა სიარულს და კომუნიკაციას. ის კი არა რომ ჩადიან და შეხვედრებს რო აკეთებენ ხოლმე და რაღაც ვიდეოებს აკეთებენ და ამ შემდეგ. არა, აი მართლა რომ ჩახვიდა და იარო რა. ერთი ფაქტორი არის ის, რომ მათ უხარიათ რომ face to face პირად უშუალო კომუნიკაციაში შედიან პოლიტიკოსთან. არაფერს რომ უფრო ეხლა თქვენ ახალგაზრდები იყავით და თქვენი პერსპექტივიდან ესაუბრებთ, მაგას კიდე თავის პლუსები აქვს, იმიტომ რომ ხო გახსოვს შენ თუ შენთან დამახსოვს ვიყავით თუ არა, ანუ ძირითადად ეგეთი ის აქვს ხოლმე, რომ აი შენ კარგი ხარ, ახალგაზრდა ხარ და აი ისინი უკვე მოძველდნენ და აღარ გვინდა ეს. მანდაც მქონდა ხოლმე ყველასთან რაღაც განსხვავებული კატეგორიის ხალხი როა ცდილობ ხოლმე რომ ისე ესაუბრო როგორც მოგისმენს და როგორც არ გაგიბრასდება და ეგრევე იტყვის რომ შენ ცუდი არ ხარ. და შენ მქონდა ხოლმე ეგრე რომ აი სიტყვაზე კი არიან ეს პოლიტიკოსები, მაგრამ მარტო ეს ხალხი არ არის რეალურად ეს 4 ნომერი, იმაში 4 ნომერით გავდიოდით, რომ აი ბევრი ახალგაზრდა პოლიტიკოსია, რომელსაც აი ბევრი კარგი უკეთებიათ, ბევრი სწორი ულქონდა რეალურად, ანუ ეგ ხალხია ჩვენი ზურგიდან, მხოლოდ ის არა, ვისაც მაგალითად ეკრანზე ხედავთან, ვინც ჯერ არ გინახავთ და მომავალში შეიძლება ნახოთ. ანუ რეალურად არსებობს დიდი გუნდი, რომლის დიდ ნაწილსაც არ იცნობთ და გვინდა რომ ეგ ნაწილი რავი ჩვენებურად გაგაცნოთ. აი ამ ნაწილი, ამ გუნდის ნაწილი შეგიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და ანუ ეგ ხალხი ვარ და მაგ ყველაფერს რო ხედავდნენ ხოლმე, უფრო მარტივდებოდა მათთან საუბარი. თორემ რო ხედავენ, რომ არ გინდა მაგალითად აქ რო არის ვიღაც ტიპი გამოსახული, ეგ ტიპი მიყიდო და რეალურად სხვა რაღაცის მიყიდვა გინდა, რეალურად ელაპარაკები რაღაც იდეაზე და არა მარტო რომ აი ეს სიტყვაზე გააფერადიან, აი ჩვენ ამას ვაპირებთ მომავალში თუ აგვირჩევთ ეგეთ რაღაცები, საბოლოო ჯამში გამომრჩეველზე ჩემი აზრით რაღაც ტიპის გავლენა ახდენს. ხო და მაგიტომ არის მუშაობა მაგუთხით მნიშვნელოვანი. უბრალოდ ეხლა ჩვენ ის რაღაცაზე ვსაუბრობთ, რაც ძალიან საჭირო და სწორია, მაგრამ მალე მაგის ფუფუნება აღარ გვექნება საერთოდ. დავცხაროთ ეგრე უნდა მაგას უნდა გაუსწორო თვალი და მაგაზე ფიქრი მაგიჟებს ხოლმე, რომ ნელ-ნელა დროთა განმავლობაში რაღაცნაირად შეგვიჭამეს ეს არჩევნები რა. მაგრამ ის რომ ეგ მნიშვნელოვანია, ის რომ რეგიონებში სიარულიც და მათთან კომუნიკაციის უნარების გამომუშავება შეიძლება არც კონდეს. მე ხშირად მithქვამს ხოლმე, არ ვიცი შენთან მithქვამს თუ არა, მაგრამ ზურა ჯაფარიძე არ იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც კარგი იყო მაინც კომუნიკაციებში, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ რაღაცა არ შეუძლია და რაღაცა ზურა ისეთი ადამიანია ჩემი აზრით, რომელიც ძალიან, ანუ როდესაც ლაივში გაიცნობ, დადებითია ძალიან, ანუ შეუძლებელია რომ ნეგატიურად განეწყო, იმიტომ რომ რაღაცა თვითონ არ არის ბოროტი ადამიანი და რაღაც რო დაგელაპარაკება, ნელ-ნელა შეიძლება ეგრევე შეგეცვალოს შეხედულება, მაგრამ არ ქონდა მაინც ეს კომუნიკაციის სკილები, რომ აი მაგალითად მელია არის ეგეთი ტიპი, რომელსაც რაღაც კიდე განსხვავებული სკილები აქვს, რომ აი ნებისმიერ ადამიანს თავის ენაზე შეიძლება დაელაპარაკოს და მათთვის მარტივ ენაზე და ძალიან შინაურულად და რაღაც ჯიგრულად და ასე შემდეგ. ზურა ეგეთი არ იყო არასდროს, მაგრამ ბევრი რამე ზურამ ამ ასეთი ტიპის კომუნიკაციებით გამოიმუშავა რა, როდესაც უწევდა მე გასვლა და სხვადასხვანაირ ადამიანებთან შეხვედრა. იმიტომ რომ ცოტა ინტროვერტიც არის და მაინც თავიდან ჩემი აზრით, ხა ჩემ აზრებს ვყვები, არ ვამბობ ექსპერტის და იმის რა ფსიქოანალიტიკოსის განმოსახედიდან არ ვამბობ. ხო, არ იყო მაინც ლად ეგეთი გახსნილი, მაგრამ რაც უფრო ხშირად გიწევს მე მაგასთან შეხება. არ შენ არ მგონი ხარ ხა ისეთი საოცარი ექსტროვერტი, რომ რა ვარ და მაგას ვამბობ, ხალხს უსმენდი. ხო, მოსმენაც დიდი უნარია და მე ამ მოსმენიდან აზრის გამოტანა იმ კუთხით, რომ მე შენი პასუხი იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად არის რომ პასუხს მე საერთოდ სხვაგან უბრუნებენ ხოლმე რა, ის კი არა რაც გითხრა და რაც უხილიც გაგიზიარა. უცებ რაღაც შეუცვლიან და სხვაგან რაღაცას უპასუხებენ და
ხო და იმის თქმა მინდა რომ ეგ გუნარი უნდა გამოიმუშაოს, სხვანაირად არ გამოდის და მე არ მჯერა რომ საარჩევნო კამპანიები ამის გარეშე ტარდება რა. ანუ ყველგან აი ნებისმიერ სამყაროს ნებისმიერ წერტილში რო აიღო წარმატებული საარჩევნო კამპანიის მაგალითები, ყველგან ხალხთან კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი ხოლმე. და ეგ მაგაზე ლაპარაკი იდეაში ხარ რასაც ყვებით წარსულის გადააზრებაში და რაღაც თვითრეფლექსიაში უფრო გვეხმარება რა შეიძლება რომ შეცვალოთ, თორე ამ წამს სხვა გამოწვევები გვიდგა სამწუხაროდ. ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს და შენ მოემზადო ხვალიც გადაცემ. ყავს უკვე სტუმარი? ჯერ ვარჩ. არჩევ. სტუდენტი იქნება ვინმე? დიდი ალბათობით. რა ეგეც მოუყვეთ მაშინ მაყურებელს რა მიზანი გაქვს რა არ მე ზოგადად ძალიან მიხარია და ყველას გვიხარია აქ ტელევიზიაში რომ რაღაც პროექტს გაკეთება გადაწყვიტა იმიტომ რომ ახლა არ გვაქვს დატვირთული ბადი საერთოდ იმიტომ რომ ყველგან რაღაცნაირ ჩაქიმულები ვიყავით და აღარ ვიყავით ისეთი აქტიურები და კარგი იქნება თუ რამე ახალგაზრდულს გააკეთებ მაგრამ შენი მიზანი რა არის ან რისი ჩვენება გინდა მაყურებლისთვის ნუ როგორც არა სტუდენტური მოძრაობის წევრი როცა ვიყავი ხოლმე და აქტიურად ვიყავი უფრო ამ ყველაფერში ჩართული ტელევიზიებისგან ხოლმე დიდად ფუფუნება არ მქონდა რომ რაღაც ბევრი დრო გამოიყო ჩვენთვის და იმ საკითხებზე რეალურად გვესაუბრა რომელიც გვაწუხებდა და ფიქრობ რომ ახლა არის ამის შესაძლებლობა და დიდი ხანია ეს მინდა და საბოლოოდ იმედია რომ თავს მოვა უნდა გავაკეთებ რავი სტუდენტებს მივცე იმ შესაძლებლობა რომ მოვიდნენ და ისაუბრონ დრო ექნებათ და რავი ისეთი თემები იქნება რომელიც რეალურად მათაც აწუხებდა მეც მაწუხებთ იმიტომ რომ კარგად მესმის რეალურად რა გამოვიარეთ და რა პრობლემები გვაქვს და თუ ეს ყველაფერი გამოვა კარგად გამოვა, რა ვიცი, ეს გავაგზავნე. გამოვა აუცილებლად და ერთი რაღაც იცოდე, რომ შეიძლება საერთოდ სხვა სახე მიიღოს მე რა, ანუ თვითონ პროექტი გაჩვენებ, საით შეიძლება წახვიდე. შეიძლება ეგ კონდეს მიზნად და მე უცებ აღმოჩნდეს, რომ აი აქეთ წახვედი, იმიტომ რომ ეხა ეს იყო მნიშვნელოვანი და საჭირო, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიწყო და სადღაც წახვალ ყველა ვარიანტში. იცი კიდე რა მითხარი? თესეუში მე თესეუს კურსდამთავრებული ვარ და თესეუ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანქანა, რომელსაც იყენებს ხოლმე სამწუხაროდ მართველი პარტია, ნებისმიერი, იმიტომ რომ ძალიან დიდი უნივერსიტეტია, ძალიან ბევრი განშტოებით და მაგ რესურსის გამოყენება ფაქტობრივად არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგათთვის და ანუ ყველა ბოლო პერიოდის რექტორი ვინც კი ყოფილა, იყო ყოველთვის ჩათვალე, რომ აი მართული პირდაპირ მართველი ძალის მიერ, რაც არის კატასტროფა, იმიტომ რომ ძალიან დიდი უნივერსიტეტია, ძალიან ბევრი სტუდენტს უშვებენ და ხშირ შემთხვევაში მე რაღაცნაირად ეს მესეჯებიც გაჟონილი არის ხოლმე ამ სტუდენტების დიდ ნაწილში, რაც საშინელებაა, მაგრამ ეგრეა. ხო და მათ შორის ეს ეხება თვითმმართველობის უნივერსიტეტის თვითმმართველობებს. ყოველთვის პრობლემა იყო, რა ვიცი, ჩემი დროიდან მოყოლებული რამდენი წლის წინ მე ვსწავლობდი. მაგ კუთხით ილიაუნი იყო გამორჩეული შემთხვევა, იმიტომ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, მაგრამ მაინც მოახერხა თავისი თვითმმართველობის და ავტონომიის შენარჩუნება ბევრი წლის განმავლობაში. შენთან რა სიტუაცია მაგ კუთხით და განსხვავდება თუ არა? მე ვერ ვიტყვი რომ ილიაუნი რეალურად ისეთი არა გულსაც მაგალითად ტელევიზიებში ამბობენ ხოლმე რომ აი რაღაც უნივერსიტეტი რომელიც დღეს კიდე დგას და იბრძვის და რა ძალიან სხვანაირი სიტუაცია რეალურად იქ ჯერჯერობით გონი რექტორი და რამდენიმე ადამიანია ადმინისტრაციაში ვინც ცდილობს რომ რაღაც გავლენებისგან როგორ ყავს დაიცვას უნივერსიტეტი. სხვა მხრივ რავი იქ რო ვიყავი მთელი ამ დროის განმავლობაში, იქ ვინც მუშაობს იმ ხალხის მიმართ, რეალურად მეტწილად დამოკიდებულება იყო ისეთი, რომ ხარს უჭერენ ყველაფერს რაც ხდება, ცდილობენ რომ რა ვიცი, ყოფა ჩვენთვის გაემარტივებინათ და არ ყოფილიყო დისკომფორტი. მაგრამ დიდად რო გითხრა რომ განსხვავდება, ვერ გეტყვი. აი ერთი ნაბიჯი აკლია იმისთვის, რომ ილიაუნი მალე გახდეს მიზანიც ეგ არის რეალურად, ხო, ანუ მიზანიც ეგ არის. მე რო ვუყურებდი მაგალითად რა პრობლემები გქონდა ჩვენ და რა პრობლემები აქვს თესეუს, მივხვდი რომ ეგ პრობლემები ხვალ ჩვეულებრივად შეიძლება გქონდეს ჩვენს. ჩვენ თქვენ ზუსტად იგივე დაგიდგებთ. ხო, ეგ ის არის ჩვეულებრივი კანონზომიერება, რაც ქვეყანაში ხდება. მაგის კანონზომიერი გაგრძელება იქნება თუ გადაურჩა ილიაუნი მაგ პროცესს, მაშინ ნიშნავს ჩვენც გადაურჩით. ანუ ერთი ბრძანებაა მაგალითად, რომელიც უნდა გასცეს იქ ადმინისტრაციამ, რომ ეგ პრობლემები შეგვიქმნას ჩვენს უნივერსიტეტში. ანუ დიდი რაღაც მანძილი აღარ დარჩა იქამდე. მათ შორის ისეთი ხალხის ჩანაცვლებაც მოყვება მაგას, როგორც მათ არ აწყო, არ აძლევთ ხელს ანუ. იმ შემიძლია ვთქვა, რომ ნაწილი უკვე ჩანაცვლებულია. ხო.
ხო, ერთი ნაბიჯი, ანუ თუ ილიანი თუ გადარჩა მაგისგან, დანიშნავს ჩვენც გადავრჩით. და იმ მოძრაობის წევრი იმ დროს მარტო ერთ-ერთი თავი მიზეზი ყოველ შემთხვევაში ეგ იყო რომ ვიყავი რომ იქ რო სტუდენტები სწავლობდნენ რომ 17300 სტუდენტი რო ყავს ილიანში მინდოდა რომ ამ ხალხის რაღაც ნაწილს პირველი გაიაზრებინა რეალურად რა ხდება იმ უნივერსიტეტში რომელშიც სწავლობს და მეორე ვინც გაიაზრებდა იმას სოდნოდა რომ არსებობს რაღაც ადგილი რაღაც ხალხის გაერთიანება რომელიც ცდილობს რომ რაღაცა რო დაგვემუქრება დადგეს ერთად და როგორ ხას დაიცვას ეს უნივერსიტეტი. და რავი იმედია თქვენ ნახევარით რამდენის ვიყავი საბოლოო ჯამში პროტესტის მონაწილე რამდენიმე ადამიანის აზრი მაინც შევცვალეთ და შემოვიერთეთ საბოლოო ჯამში ამ ბრძოლაში. თორე სხვაგვარად მე არ წარმომიდგენია როგორ უნდა დავიცვათ მაგალითად სტუდენტებმა უნივერსიტეტი ან როგორ უნდა დავიცვათ რეჟიმისგან სიტყვაზე ეს ქვეყანა ან ნებისმიერი დაკავებული რომელიც ახლა იქ უმიზეზოზე ციხეში და ჩვენგან რაღაცის მაგის ერთადერთი გასაღები ახლა რასაც შენამოვდი და ზოგადადაც არის ის რომ უნდა გააფართოვდეს ეგ პროტესტი ყველანაირი მიმართულებით სტუდენტური მიმართულებითაც ხალხი მას უფრო მეტად უნდა გაიაზროს ანუ სხვანაირად შანსი არ გვაქვს უბრალოდ რა აგერ შეხედე რა ხდება სხვა ხალხი გამოდის პროტესტებზე და მაინც ბორზიკის რეჟიმში არის ბევრგან მაინც სიტუაცია და ეხა 50 კაცი თუ გამოვიდა რუსთაველზე რაც რამდენადჯერ უნდა ვიძახოთ რომ გადაიკეტა სამწუხაროდ ეგ long term-ში გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრს არაფერს არ შეგვიცვლის. შენ როგორ უყურებ ამ პროცესს? მე მაინც მგონია რომ არ ვიცი რაღაც ტანი მეუბნებო თუ რაღაც ეგეთი ის რო არის გამოთქმა მე ხო გცივა. მე მაინც მგონია რომ შეუძლებელია რომ ეს პროცესი წავაგოთ. შეიძლება გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ზოგადად პესიმისტი ვარ ხალხი, ჩემზე პესიმისტს არ ვიცნობ არავის. მაგრამ მაინც მგონია რომ არ წავაგებთ ამ ამბავს, მგონია რომ გარემო ფაქტორებიც, საგარეო ფაქტორებიც დაგვეხმარება რაღაც თვალსაზრისით. მაგრამ არ ვიცი, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს და სადამდე მიყვება ნებისყოფა ასე თქვა და შენ როგორ უყურებ უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში შეიძლება გაიწელოს და მე გავიმარჯვოთ თუ რაღაცა მალე იქნება მე ვერ ვიტყვი ეს მალე დასრულდება თუ დიდი ხანი შეიძლება გაგრძელდეს მაგრამ ვიცი რომ რასაც ვაკეთებ დღეს ეგ რო ხვალ არ გავაკეთო ის ცუდი შედეგი დადგება იმაზე უფრო მალე ვიდრე შეიძლება და ეს აქამდე დამდგარიყო აი ყველაფერს ვცდილობ ხარ რეალურად ანუ მე მაგალითად რუსთაველზე რო ვიდექი ხოლმე დიდად ვერ ხვდებოდი საბოლოო ჯამში ჩემი ეს უბრალოდ გომა რა შეცვლიდა მაგრამ ვიცოდი რომ უბრალოდ მნიშვნელოვანი იყო იქ ვიღაც მდგარიყო ეხლა მე რო ვთქვა რომ ეხლა არაფერი შეიძლება და მოდი თავი დავანებო ვიცი რომ ჩემ ამ ერთმა აზრმა შეიძლება ბევრის აზრი შეცვალოს და საბოლოო ჯამში ეგ ხალხი რო გვაყდება დროთა განმავლობაში ეგ ხდის პროცესი ისეც რომ ვერ გავიმარჯვებთ და ეგ ხალხი უნდა დარჩეს და ეგ ხალხმა უნდა ცადოს რეალურად ამ პროტესტის გაძლიერება იმიტომ რომ ახლა ნებისმიერი ერთი მოკლებული ადამიანი ნიშნავს მოკლებულ ადამიანს მის უკან რომელიც იდგათ უნდაც ეს იყოს 10 ხო რავი იმედი მაქვს რომ რეალურად ეს ყველაფერი იმაზე მალე შეიძლება ვიდრე გვინდა რომ ეს ყველაფერი მოხდეს მაგრამ რავი არ ჩანს ეგეთი რეალობა ბრძოლას ვაპირებ თუ არა გავაგრძელო ამ პროცესში, ვაპირებ, იმიტომ რომ სხვანაირად მე არ წარმომიდგენია როგორ უნდა ვიყო. როგორ შეიძლება სახში ვიყო, როგორ შეიძლება უნივერსიტეტში მივიდე და სწავლა გავაგრძელო, იმიტომ რომ როცა გარეთ ერთი რაღაც ხდება, უბრალოდ რაღაც მყარნის და ხო, მე მგონია რომ there is no other way, ანუ სხვა გზა აღარ მართლა აღარ არსებობს. ანუ მე მგონია რომ არჩევანი აღარ გვაქვს. ანუ ის ადამიანებს, რომელსაც მართლა გვინდა ცვლილება, ადამიანებს, რომლებსაც გაუსაძლისი იქნება ამ ყოფაში ცხოვრება უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. ანუ ვერ შევეგუებით, ან ფიზიკურად შეუძლებელია მაგასთან შეგუება და შესაბამისად, მაშინ უნდა იბრძოლო, თორე არ სხვანაირად თავისი ესე ჯადოსნური ჯოხით არავინ არ ჩამოგვივლის სამწუხაროდ. ლუკა, ძალიან დიდი მადლობა. ბოლოსკენ ეგეთი შეკითხვა მინდა რომ დაგისვა. რა შეკითხვას დაუსვამდი, ეხლა ჩვენთვის ეს პირველი ეთერი იყო. და შენ როგორც მომავალში ახალი პროექტის დამგეგმავს, რომელიც აპირებ რომ რაღაც შენი პროექტი გააკეთო. ეხლა რო ყოფილიყავი წამყვანი, რა შეკითხვას დაუსვამდი შენ თავს? ჩემ თავს რა შეკითხვას დაუსვამდი? ხო, ჩემ ადგილას რო ყოფილიყავი, რა შეკითხვას დასვამდი? გეგმა რა არის? ნუ მაგას არ კითხავდი მართალი, მაგრამ ძალიან ხო, ანუ იცი, ეს კითხვა საიდან არის იცი ინსპირირებული, რომ აი რა დაგრჩა, რაზეც გინდოდა რომ გეპასუხა და აი არ დამისვამს ეს კითხვა. ფული კითხვა. ნუ რეალურად
მე რაც მინდა ჩემი თავისგან რეალურად დავინახო, ანუ რა შემიძლია ამ პროცესში გავაკეთო. ანუ ის რასაც ვაკეთებ, მგონია რომ არ არის მაქსიმუმი და ვცდილობ ხოლმე იმის პოვნას, როგორ შეიძლება ამ პროცესში იმაზე მეტი დავდებით რომ ვაკეთებდი. და ეგ კითხვაც მაგასთან იქნებოდა კავშირში, რომ აი რას ვფიქრობ რეალურად კიდე რა შემიძლია გავაკეთო, რომ ის მაქსიმუმი დავდო, რომელსაც რეალურად მინდა ვდებდე. ოკეი. ამ პროცესში გირჩ ჩვენ რა შეგვიძლია რაშიც შეიძლება რომ დაგეხმაროთ. არც ეს უფრო ჩემი ისაა რომ როგორ ვიპოვი ამ პროცესში ჩემ თავს. მაგაში კარგი არ ვარ, დიდად თავს ავიწყებ ხოლმე რომ ვიპოვო. აი ხაც რო გადავწყვეტ. მაშინ ეს პროექტიც ერთ-ერთი მაგის ნაწილი დავიწყოთ, იმედი მაქვს რომ მაგაში დამეხმარება. კი. თუ გამოვიდა. აუცილებლად გამოვა. თავარი არის და მე ჩემ თავს ყველაზე მეტად რაშიც ვაკრიტიკებ ხოლმე არის ის რომ ძალიან ბევრი რამე არ გამომივიდა მარტო იმიტომ რომ თავის დროზე არ გავლისკე და არ ვცადე. ხო და ახალგაზრდობის მთელი მუღამი მაგაშია რომ რაც შეიძლება ბევრი რაღაც უნდა სცადო. და აუცილებლად იქიდან რაღაც გამოვა და თან იპოვი კიდე ჩვენ თავს რა. ანუ მე 9 ჯერ შევცვალე პროფესია, რაღაცეები შევცვალე, ვცადე იქით-აქეთ, მაგრამ ბევრი რამე არ გავრისკე, იმიტომ რომ მეტყობა ცოტა მეშინოდა რაღაცეების, ხო და ეგ შიში არის დასაძლევი და სიზარმაცე არის დასაძლევი კიდე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ჩვენი ერთ საუბარი გამოგვივიდა, არც დაძაბული იყავ, მგონი შეგწვიდა უბრალოდ. მეტი სხვა ფაქტორი არ ყოფილა. მადლობა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, შევხვდებით არნაჩიკოვანის პოდკასტში ნახვამდის.